გრძნობ, რომ დიდი საქმისთვის ხარ დაბადებული, მაგრამ საკუთარი ნიშა ჯერ ვერ გიპოვია? ჯერ YouTube არხის გაკეთება გინდოდა, მერე ბიზნესის აწყობა, საკუთარი ბრენდის შექმნა, დოქტორის ხარისხის აღება, მაგრამ არაფერი დაგიწყია და ყველაფერი შუაგზაზე მიატოვე. როცა საქმეზე დგება, ინტერესი ქრება, სამუშაო ნაცრისფერი ხდება, შენ კი მას გვერდიდებ და ახალ რამეზე ოცნებას იწყებ. ეს ციკლი კი ჩაკეტილ წრეს მსგავსება, საიდანაც თავს ვერანაირად ვერ აღწევ. გარედან ყველა ხედავს შენს პოტენციალს, გონიერებას, შემოქმედობითობას. რეალობა კი ისაა, რომ სხვები წინ მიდიან, შენ კი ისევ შენ მომენტს ელოდები და იმ რუტინული ცხოვრებით ცხოვრობ, რომლისაც ყველაზე მეტად გეშინოდა. ამას პიტერ პენის სინდრომი ჰქვია. იგი თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც. ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად გაიზარდნენ, მაგრამ შინაგანად მოზარდებად დარჩნენ. ისინი გაურბიან პასუხისგებლობას და ფანტაზიებს აფარებენ თავს. მიზეზი ხშირად ბავშვობაშია, მაგალითად ჰიპერმეურეობა. მშობლები ყველაფერს შენაცვლად აკეთებდნენ და ნებისმიერი დისკომფორტისგან გიცავდნენ. კონტროლის არ არსებობა, არ ჰქონდა საზღვრები და წესები. არავინ გთხოვდა საქმის ბოლომდე მიყვანას. გადაჭარბებული ქება, გაქებდნენ არა შრომისთვის, არამედ ბუნებრივი ნიჭისთვის. დაგაჯერეს, რომ განსაკუთრებული ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობ. ადრეული წარმატება. სკოლაში ყველაფერი იოლად გამოგდიოდა და მიეჩვია, რომ ძალისხმევის გარეშეც საუკეთესო ხარ. ან გარემო პირობები. გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც დაგარწმუნეს, რომ ზოგადად მასაზე მაღლად გეხარ. ნეირობიოლოგმა ვოლფრამ შულცმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ტვინი უფრო მეტ დოფამინს ჯილდოს მოლოდინში გამოყოფს, ვიდრე თავად ჯილდოს მიღებისას. ფანტაზიაში წარმატების განცდა იმდენად სასიამოვნოა, რომ ნამდვილი საქმის კეთება ტვინისათვის წამგებიანი და მოსაწყენი ხდება. ასე იცავს შენს მაღალ პოტენციალს. არაფერს აკეთებ, რადგან თუ დაიწყებ და არ გამოგივა, ილუზია დაინგრევა. მაშ რა ვქნათ რეალობაში? პირველი, დაანგრიე შენი შინაგანი თეატრი. ხშირად გქონია, რომ სცენაზე დგახარ და დარბაზი სავსეა მაყურებლით, რომელიც შენგან გენიალურ შედეგს ელის. სინამდვილეში დარბაზი ცალიელია. თუ ფიქრობ, რომ მშობლები ელიან შენგან რაიმეს, გაიაზრე, რომ ისინი საკუთარი დაუკმაყოფილებლობის შენით კომპენსირებას ცდილობენ. ნება მიეცი თავს, იყო ჩვეულებრივი და აკეთო პატარა საქმეები. სწორედ პატარა, არა გენიალური ნაბიჯებით იწყება დიდი წარმატება. მეორე, ცხოვრება არ არის ჰაილაითების კრებული. შენ მხოლოდ ის 5 წუთიანი კადრები გინდა, სადაც გამარჯვებას ზეიმობ, მაგრამ ცხოვრება იმ 3 საათიან მოსაწყენ მასალას გავს, საიდანაც ეს კადრები ამოჭრილი. ნუელი მუდმივ დღესასწაულს, ნებისმიერი საქმე, ექსპერიმენტია და არა უკანასკნელი შანსი მსოფლიოს დასაპყრობად. მესამე, დაივიწყე იდეალური დისციპლინა. ნუელი როდის გახდები ორგანიზებული და სტრუქტურირებული. დაიწყე ისე, როგორც გამოვა. ზანტად, უხარისხოდ, შეცდომებით. წარმატება საბოლოო წერტილი კი არ არის, არამედ პროცესია. მთავარია მოქმედება და არა ის, თუ რამდენად იდეალურად გამოიყურები ამ დროს. გაცნობიერება პირველი ნაბიჯია, მაგრამ ამ წრიდან დამოუკიდებლად გამოსვლა ხშირად რთულია, რადგან შინაგანი ბარიერები წყლობითაა ნაშენები. თუ გრძნობ, რომ შენი პოტენციალი ფანტაზიებში იხარჯება და გსურს რეალური ნაბიჯების გადადგმა, შეგიძლია მომწერო პირადში და ჩაეწერო კონსულტაციაზე.